Სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ჩვენთან არის მერხა დაგლოცოთ, მერხა გადახარო და ღვთის კურთხევა, წყალობა, სიკეთე მალე მერხა არ მოგაქვს, დიდი მადლობა ყველას მოგზაურებისთვის, მერხა შეიწიროს თქვენი დაძაშინოსო და მადლი გაგატაროთ ღვთისა და დაიფაროს და დაიცვას მერხა თითოეული თქვენთაგანის ცხოვრება. დღეს 60 სახარება წავიკითხეთ დღეს და ბევრჯერ გავგვიმართავს ეს სახარება, როდესაც მაცხოვარი მიდის ხატარონთა ქვეყანაში. გერგესეულთა ქვეყანაში და მიდის ამ ქალაქში და ამ ქალაქში არის ორი ეშმაკეული ადამიანი. ლუკა და მარკოზი ახსენს რომ ერთი ეშმაკეული ადამიანი იყო. და ამაში ერთმანეთს მოციქულები აუპირისპირდებიან. ესე ერთი ეშმაკეულზე აღწერენ, მაგრამ ახარობელი კიდე ორივე ეშმაკეულზე საუბრობს. ვინ არის ეს ეშმაკეული ადამიანები? რა დაემართათ მათ? რატო გახდნენ ეშმაკეულები ეს ადამიანები? ესეთ კითხვას სამეცნავები. ეშმაკი ადამიანში შედის ადამიანი როცა აძლევს საკუთარ თავს უფლებას რომ იმუშავოს ეშმაკი საკუთარ თავზე ისე ხდება რომელიც ეშმაკი ადამიანში მკვიდრობს და ადამიანში მერე ბუდობს ეშმაკი ყველაში შედის აი ესეთ გამარტებას ამბობს იონოკროპელი წარმოდია თვითონ ეშმაკიცო კი იყო ანგელოზიო ანგელოზი უცბერი იყო წარმოიდგინეთ უცბერი ნიშნავს სინათლის ანგელოზს ანუ ერთ-ერთი ყველაზე ახლოს ყოფი ანგელოზი იყო ღმერთთან ყველაზე ახლოს ყოფი ანგელოზი იყო წარმოიდგინეთ და ეს ანგელოზიც კი დაეცა. რის გამო დაეცა ანგელოზი? ერთ-ერთი მიზეზი მისი დაცემის არის სამპარტაონება. მოინდომა უფრო მეტი ვიდრე ქონდა. იმაზე მეტი მოინდომა, რაც მას ქონდა, რაც მიცემული ქონდა და რა ქონდა, წარმოიდგინეთ. უფლის დიდებაში იყო და უფლის სიხარულში იყო. მაგრამ ეს არ იყო მას. ეს არ იყო რომ უფლის დიდებაში იყო, უფლის სიხარულში იყო. ეს არაფრით არ იყო და მოინდომა უფრო მეტი ვიდრე ქონდა. ვიდრე ეს მდგომარეობა ქონდა. აი ჩვენც ადამიანები ხშირად ამ მდგომარეობაში ვართ ხოლმე. ძალიან ხშირად ხოლმე. ის რაც გვაქვს, იმით ადამიანები ყოფილები არა ვართ ხოლმე. და წუწუნებ და გვთხივა ის რაც ჯერ ჩვენი არც ყოფილა საერთოდ და არც გქონია. და ამის გამო ადამიანი განისწის, ნერვიულობს, იტანჯება ამის გამო რომ არა და ეს ჯერ მისი არ ყოფილა. ჯერ ის კი არა რაც გქონდა ისო დაკარგო და რაც დარჩა იმით უნდა იყო მადლიერი ადამიანი თუ ქრისტიანი ხარ, თუ ეს ყველაფერი იცი. და შენ ადამიანები იტანჯებიან იმის გამო ჯერაც მათი არ ყოფილა არასოდეს არ მოიდგინე. და ეს ეშმაკეული ადამიანი არის ეს წერია სახარებაში რომ ეს ეშმაკეული ადამიანები ქალაქში არ ცხოვრობენ. ესენი ცხოვრობენ სასაფლაოზე. ანუ საფლავებში ცხოვრობენ და ხალხსო ეშინოდა იმ საფლავებთან გავლა, იმიტომ რომ თავს ესმოდნენ ადამიანებს აზიანებდნენ პრობლემებს უქმნიან ადამიანებს. ესეთები იყვნენ. და ამ ქალაქში ხალხი ვერ დადიოდა, თამაში შიში ქონდათ ამ ხალხს. და მაცხოვარი შედის ამ ქალაქში და ეშმაკეულებს გამყონავს. ანუ მათგან ეს ეშმაკი გამოყავს. და ეშმაკები როგორც კი დაინახავენ, მაცხოვარს ეუბნებიან რომ ჯერ არ არისო დრო შენ რომ მოსულიყავი და ნუ ტანჯავ ჩვენ ანუ ეშმაკეულ ადამიანს ქრისტესთან ყოფა არ შეუძლია, როცა ადამიანი ეშმაკეული ადამიანი ქრისტესთან არის, ის იტანჯება. აი როცა ადამიანი აი ცოდვაში რო ადამიანი ხო, წმინდა ადამიანთან ცოდვილი ადამიანი იტანჯება. და უნდა რომ ეს წმინდა ადამიანი მის ხორებიდან გავიდეს, მოშორდეს, იმიტომ რომ ვერ ეგუება წმინდა ადამიანს, აი წმინდა ადამიანი ხშირად ამხელს უწმინო ადამიანს. და ეუბნება რომ განვიდეთ შემდგარ არ მინდა, იმიტომ რომ ტანჯვაში ვარ, იმიტომ რომ ხედავ მათ შევთავს როგორც ცნობიერა მდგომარეობაში ვარ, ამ წმინდა ადამიანთან ერთად მე ყოფნა აღარ მინდა. და ეუბნები რომ გავიდეს შემდგარ. და წარმოიდგინეთ ესეთი გამარტება ეს ეშმაკეულები რას ეუბნებიან, ეს ეშმაკი რას ეუბნება რომ ხორებში შემიშვიო. ის კი არ ითხოვა რომელიმე სხვა ცხოველის შესრულება, ხორებში მოითხოვა შესვლა. და რატო ხორებში მომი გამარტება? იმიტომ რომ ხორი როგორია? ხორი მიჩეულია ტალახში ბორაობას, სიბინძურის ჭამას, აი თუ რამე სიბინძური არსებობს, ხორისთვის ეს არ არსებობს, რომ ხორმა სიბინძური არ შეჭამოს. ხორს შეუძლია სიბინძური ჭამოს და ხორს შეუძლია სიბინძურეში იყოს ბედნიერი. ანუ ტალახში ხორი არის ბედნიერი, ტალახში შეწყვება, აი მაშინ არის ხორი ბედნიერი. და ეს ტალახი მისი გარემოა, ეს მისი მდგომარეობა, ეს ტალახი, ეს სიბინძურის ჭამა, ეს მისი მდგომარეობა. და ეშმაკეული ადამიანის მდგომარეობა არის ტალახში ყოფობა და ამ ტალახის და სიბინძურის ჭამა. და ითხოვს რომ ღორებში შეუშვას, ანუ ღორებში იყოს. ანუ ეშმაკეული ადამიანები და ეშმაკი არის ღორების მდგომარეობაში. ანუ რა არის ღორების მდგომარეობა? ღორის მდგომარეობა არის ცოდვაში ყოფობა. ადამიანი როგორც კი ეჩვევა ცოდვას და როგორც კი მიეჩვევა ცოდვას ადამიანი, იმ წუთშივე ადამიანი ამ ღორის მდგომარეობაში იყოფა, იმიტომ რომ ის შეგუებულია ცოდვას. და ცოდვაში ადამიანი არის კომფორტულად, წარმოიდგინე უკვე. ადამიანი არის ცოდვაში, ადამიანი არის კომფორტულად, ანუ ბედნიერი ადამიანი ცოდვაში. ადამიანი აი თუ ადამიანი ებრძვის ცოდვას სხვა მდგომარეობა, როცა უკვე ბედნიერი ხარ ამ ცოდვაში და შეგებული გაქვს ეს ცოდვა, ესე იგი შენ ღორის მდგომარეობაში ხარ.
ანუ ადამიანი ნარკომანის ცოდვაში რო ხარ და მიჩეული რო ხარ ამ ცოდვას და ჩამტკბარი ხარ უკან ნარკომანობაში, უკვე ამ საშინელ მდგომარეობაში, ღორის მდგომარეობაში ხარ, წარმოიდგინე. ის რო ებრძვი და რო გინდა რო გამოხვიდე და რო ვერ ეგუები ამას და ხან დაეცემ ისე წამოდგები, ეს სხვა მდგომარეობა. მაგრამ შენ უკვე რო მიღებული გაქვს უკვე ეს ნარკომანობა, ეს საშინელი ცოდვა, უკვე შენ ამ მდგომარეობაში ხარ. შენ რო მიღებული გაქვს აზარტული თამაშები, შენ რო მიღებული გაქვს მრუშობა, წარმოიდგინე, მეძაობა გაქვს მიღებული. მრუშობა გაქვს მიღებული, წარმოიდგინე ადამიანს. ამ სიბინძურეში წევხარ, წარმოიდგინე და შენთვის ეს არის კომფორტული მდგომარეობა. და ნახეთ როგორი განმარტება დღევანდელ სახარებაში. და ესეთი ადამიანები, ვინც ამ მდგომარეობაში არიან, რას ეუბნებიან ქრისტეს, როდესაც გაიგებენ ეს ღადარიანთა ეს გერგესავთა მაცხოვრებლები, რო გაიგე მაცხვარი მოვიდა და ეს ეშმაკეულები მათგან განაგდო და ეს ღორები დაეხოცათ. ანუ ეს ცოდვა, ეს რაშიც იყვნენ, ეს მოშორდა მათ და ეს მოაშორა მათ, თორე ესენი ამით ირჩენენ თავს ამ ღორებით. ღორები თავს ირჩენენ, წარმოიდგინე, მათ ეგრძალებოდა, თან ამათ ეგრძალებოდა ღორების ჭამა. და ღორები ხავდათ ერთი რამის გამო. თვითონ არ ჭამდნენ ამ ღორებს. ღორები ხავდათ ერთი რამის გამო, რომ იქიდან ხოდათ შემოსავალი, ანუ სარგებელი ქონდათ ამ ღორებისგან. და ეს სარგებელი მოაშორა ღმერთთან, მათ რჯულით ეგრძალებოდათ ეს, ამათი ხოლაც ეგრძალებოდათ და ამათი ჭამაც ეგრძალებოდათ, მაგრამ მათ მაინც ხავდათ ეს, იმიტომ რომ სარგებელი ქონდათ ამისგან. და ქრისტე ამ სარგებელს აშორებს და ეუბნება, აი მოდი ჯულში იყავით. მაგრამ ნახე რას ეუბნებიან მერეს ადამიანები, წადი ჩვენი ქალაქიდან. შენ არ გვინდა ჩვენთან იყო. თორე შენ სარგებელი მოგვაკელი და შენ არ გვინდა ჩვენთან იყო. ანუ ადამიანი როგორც კი ცოდვა შეგუებულია, ადამიანი ქრისტეზე ამბობს უარს დაუნება, არ მინდევ ხარ ქრისტე. აი ხშირად არის ხოლმე ადამიანს აი არჩევანი უდგება ახლა ზიარება აირჩიოს თუ მრუშობა აირჩიოს, ზიარება აირჩიოს თუ ნარკომანობა აირჩიოს, ზიარება აირჩიოს თუ ლოთობა აირჩიოს, ზიარება აირჩიოს თუ აზარტული თამაშები აირჩიოს. ადამიანი ირჩევს ამ ცოდვას. და ეუბნება ქრისტეს რომ მე შენ არ მინდევ ხარ. მე დღეს ეს ცოდვა მირჩევნია. მე დღეს ამ ცოდვაში ყოფნები შეიძლება ეუბნება რომ წადი ჩემთან, არ მინდევ ხარ. კი, კარგი ხარ, კი, აგერ დაგვასვენე ქალაქმა ამოისუთქა, აგერ ეშმაკეული ადამიანი აღარ არის, მაგრამ მე შენ არ მჭირდები. იმიტომ რომ მე სარგებელი შენგან არ ამბობს, იმიტომ რომ მან ქრისტეს სარგებელი არის, მან სულიერი სარგებელი არის. რა სარგებელს იღებს ქრისტეს? იმიტომ რომ ის ამ ცოდვაში ჩამტკბარია, ის ამ ცოდვაში ცხოვრობს. და ამის ნაწილია, ამ ცოდვის ნაწილია ადამიანი. ამიტომ აი ძალიან საოცარი საშუქარებობს ხრისტეს ჩვენ ბოძებული ქრისტიანებს ეს სინანულის გზნობა რომ ჩვენ შეგვიძლია გამოვხატოთ სინანული ამ ცოდვების გამო. ესევე დღეს რომაელთა მართა ეპისტოლე იყო წაკითხული, სადაც პავლე მოციქული გამარტავს რომ ადამიანი რჯულით ვერ გადარჩება, ებრაელებს ეუბნება, ებრაელებს მიმართავს რომ ჯერა ამშვიდებს ეუბნება რომ მე თქვენთვის ლოცულობ, ებრაელებს ეუბნება პავლე მოციქული, ეუბნება რომ მე თქვენთვის ლოცულობ, მე თქვენთვის ღმერთს ვევედრები რომ თქვენ გონზე მოხვიდეთ რომ თქვენ ქრისტე მიიღოთ. ამის ვევედრებიო ღმერთსო, თქვენო მოსემო რჯული მოგცათო, მაგრამ რჯულითო ადამიანი რო გამართლესო წარმოუდგენელია, რჯულით ადამიანი ვერ გამართლება, იმიტომ რომ არ არსებობსო ადამიანიო, რომელმაც რჯული თავიდან მოუნდეს სწორად აღასრულოსო. ეგეთი ადამიანი არ არსებობსო. ერთერთი ადამიანიო, რჯულით ვერ გამართლებაო, პავლე მოციქული ამბობს. ერთადერთი რამეო, რაც ადამიანს გაამართლებსო და რაც ადამიანს გადაარჩევსო, ეს არისო ქრისტეო. ერთადერთი ჩვენ რითაც გადარჩენა შეგვიძლიაო, ეს არისო ქრისტეო. და ეს ქრისტე უნდა იწამო, ანუ უნდა მიიღო ეს ქრისტე, ანუ უნდა დაიჯერო ქრისტესი და მარტო კი არ უნდა იწამო ქრისტეო. უნდა აღიარო ქრისტე, ანუ ყველას წინაშე უნდა აღიარო ქრისტე, ანუ ადამიანებს ხშირად აი წამს ქრისტეს, მაგრამ ზოგჯერ საქმეზე რომ მიდგება, აღიარება ერიდებათ, იმიტომ რომ იქ მე სამსახურში ვიღაცამ შეიძლება შეურაცხყოფა მიაკნოს, იქ მე რაღაცა რომ დაიწყოს, მე როცა ქრისტიანი ვარ, ამის გამო შეიძლება მას მე რაღაც ესე უთხრა და ერიდება ადამიანი, არ აღიარებს და მარტო რომ წამს ქრისტეს საკმარისი არის, თუ არ აღიარებო ქრისტესო. თუ არ აღიარებ მას, ანუ არ მიიღებ, იმიტომ რომ ქრისტეს გარეშე ადამიანის გადარჩენა არის წარმოუდგენელი. ვერცეთი ადამიანი ქრისტეს და თუ იწამებო ქრისტესო, პავლე მოციქული ამბობს დღევანდელ ეპისტოლეში, და თუ იწამებ ქრისტესო და მიიღებ ქრისტესო, მაშინ შენო აუცილებლად გადარჩებიო, აუცილებლად ხონდებიო. დღევანდელ სამოციქულოს გამარტავს წმინდა გაბრიელ კიქოძე, საოცარი წმინდანი, ის წმინდანი მე როგორ მიყვარს და არ არსებობს. ყველა რომ მისი ქადაგები არ წავეკითხო, თითქმის აი დილით სპეციალურად ძალიან ადრე ვდგები რომ მისი ქადაგები როგორც ლოცვა, როგორც ზიარების დროს კითხულობ ხოლმე, უბრალოდ ისევ კითხულობ ხოლმე ყოველთვის მის ქადაგებს. თორე ჩემს ეს წმინდანი არის ძალიან მნიშვნელოვანი წმინდანი. და ესეთ რამეს ამბობს დღევანდელი სამოციქულოს გამარტებაზე. ადამიანსო რომ გონება არ მოტყუდესო, ადამიანი საკუთარ თავს რო არ ენდოსო, ამ სამოციქულოს გამარტებაშიო.
საკუთარ თავს რომ ძალიან ბევრი ადამიანიო საკუთარი თავითო მარტავს ამ სამოციქულოსო და მე ეშლება თუ ამ სამოციქულოს გამარტება აქ და გამდინარე. ამიტომ მეც არ ვენდობიო საკუთარ თავსო რომ მე ჩემი განმარტება შემოგთავაზობ წმინდა სამოციქულოსიო ამ დღევანდელი დღის განმარტებისაო. ამიტომ მე იოანე ოქროპირთან წავიკითხავ ამას და იოანე ოქროპირი დაგელაპარაკებთ ვისაცო სული წმინდა ეცხადებოდაო და სული წმინდით მეტყველებდა და მარტავდა ამ სამოციქულოსო ამ რომელთა ამ ეპისტოლეებს და მისით გელაპარაკე იმით რომ წმინდა იოანე ოქროპირის მარჯვენა ხელი არის უხრწნელად შენახული. ათონზე არის შენახული, ანუ ის რითაც წერდა წმინდა იოანე ოქროპირი, ის ხელი არ გაიხსნა. წარმოიდგინე, როგორ დიდი მამა იყო. და ის ყური, რომელშიც ესმოდა სულიწმინდის ხმა და ანგელოზი ედგა, ის ყურის არის გავხსნა ადოპეჩია შენახული მისი თავის ქალა, სადაც უხრწნა და ეს ყური შენარჩუნებული. ანუ პირდაპირ დასტური დაადო, იმიტომ რომ სულიწმინდით მარტავდა ის სამოციქულოს სახარებას, სულიწმინდით მარტავდა. დღესაც რო ვკითხულობდი იოანე ოქროპირის განმარტებას, მათი სახარების, დღევანდელი სახარების განმარტების, ესევე სამოციქულოს განმარტებას რო ვკითხულობდი, აი როგორი შეგრძნება, ეცე გავლიქოძე ამოსხოლმე რომ მარტო იოანე ოქროპირის ქადაგებასო წაიკითხავდა მის განმარტებასო, იგრძნობო, როგორ მოქმედებსო ღმერთის სული ადამიანშიო. აი როგორ მოქმედებს ღმერთის სული ადამიანში და როგორ ამეთყველებს სულიწმინდა ადამიანის ვაგესო, რომ წაიკითხავ იოანე ოქროპირისო, მაშინ მიხვდები და იგრძნობ ამას, რომ სულიწმინდით როგორ მეტყველებს ადამიანი და რამ გამოიწვია იოანე ოქროპირის ესეთი სიწმინდე. ერთადერთმა რამე, მან თავისი ცხოვრება მიუძღვნა ღმერთს, ის ცხოვრობდა იმ ცნებების დაცვით და იმ სიმართლით, რაც ღვთის სიმართლე იყო. ანუ მან ღვთის სიმართლე იცოდა, მან ღვთის სიმართლე შეისწავლა და ღვთის სიმართლით დაიწყო ცხოვრება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს ჩვენთვის ახლა უკვე ერთ კვირაში დამთავრდება ეს მარხვა, ზუსტად ერთ კვირაში. რო იწყებოდა ეს მარხვა, მაშინაც ვილაპარაკეთ, ხო, ყველა ძალიან დიდი მარხვა გვეგონა და აი როგორ ძნელდა, ვიღაცებმა ვერც დაიწყეს სამყარო და შიში ჰქონდა და ამხელა 40 დღიანი პეტრე პავლოვის მარხვის შენახვა რაღაცა. აი უკვე ერთ კვირაში ეს მარხვა მთავრდება, ერთ კვირაში. და ძალიან თქო ეს ერთი კვირის მანძილზე მაინც ეს ეპისტოლები წაიკითხეთ, თუ იმას კიდევ არ წაიკითხოთ ეს ეპისტოლები. აი რაც დრო დაგჭათ ახლა, რამდენსაც შეძლებთ აუცილებლად წაიკითხეთ, აი, გაეცანეთ ამ ეპისტოლებს, წაიკითხეთ აუცილებლად, იმიტომ რომ არ შეიძლება ქრისტიანი ამ ყველაფრის გარეშე ცხოვრობდე. პარასკევს ვეუბნებოდი, მრევლს და მიმართავდი მრევლს პარასკევს. წარმოიდგინეთ, ეკლესიაში არიან ეკლესიის წევრები არიან ეკლესიაში, რომლებიც ზოგი დადის 10 წელი, ზოგი 20, ზოგი 5, ზოგი 8, ზოგი 7, ზოგი 2 წელი. წარმოიდგინეთ და ამ ადამიანებს უკვე 7 წელი დადის ეკლესიაში. შეიძლება ახალი აღთქმა თავიდან ბოლომდე საკითხული არ ქონდეს. წარმოიდგინეთ ახლა ეს რას ნიშნავს, რომ შენ საერთოდ არ გესმის, რატო დადიხარ ეკლესიაში. ანუ შენ თუ ახალი აღთქმა საკითხული თავიდან ბოლომდე არ აგაქვს, ან ამდენი წლის მრევლი ხარ უკვე 2 წელია უკვე ეკლესიაში დადიხარ და შენ ახალი აღთქმა დაკვირებით ნელა მშვიდად საკითხული არ აგაქვს, შენ ესე იგი ეკლესიურობის არაფერი არის. უბრალოდ შენთვის ყველაფერი არის ვალდებულება მოვა და დადიხარები, იმიტომ რომ სხვანა წარმოუდგენელია. შენ თუ გესმის, რატომ მოდიხარ ეკლესიაში? ის კი არა, თქვენ ახლა წესით ახლა კვირას რომ მოდიხართ ეკლესიაში, აი წესით ახლა მოდიხარ ეკლესიაში, წესით ახლა დღევანდელი დღის სახარება, სამოციქულო, საკითხული უნდა გქონდეთ წესით ახლა ყველას და მისი განმარტებები საკითხული უნდა გქონდეთ, რომ უფრო მარტივად იდგეთ ამას და ეს ასე მოლაპარაკოთ, ის კიდევ უფრო კარგად გესმოდეთ. და ამ ყველაფერში ჩაფულები უნდა იყოს. და ამ ყველაფერში ჩართულები უნდა იყოს. თუ გინდათ რომ კარგად გაიზარდოთ ეკლესიურობაში. თუ გინდათ რომ ამის კარგად დაეწაროთ ამ ყველაფერს. ამიტომ წარმოუდგენელია ქრისტიანი განათლების გარეშე, ქრისტიანი ცოდნის გარეშე. ქრისტიანობა არ არის მექანიკური რელიგია, ესე მექანიკურად დადიხარ და მექანიკურად ისწავლ მარხვას, მექანიკურად ლოცულობ, მექანიკურად ესწრები ამას. არა, ქრისტიანობა არის გააზრებული რელიგია. შენ გააზრებული გაქვს ის, რას რისთვის აკეთებ. რატომ არხულობ, რისთვის მარხულობ, რატო ეუბნები საკუთარ თავს უარს ამ ცოდვაზე, შენ ეს ყველაფერი უკვე გესმის და გააზრებული გაქვს. და ამას აცნობიერებ შენ. და შენ შედიხარ ბრძოლაში ეშმაკთან და შენ ყოველდღიურად ვითარდები და სხვა სიმაღლეზე ადიხარ. ესათელი ქრისტიანობა. ამაში რომ დაეწაფებით ამას, მე მიხვდებით ყოველდღე როგორ გამოიცვლებით, როგორი სხვანაირები გახდებით, როგორი სხვანაირი მეუღლე იქნები, როგორი სხვანაირი შვილი იქნები, როგორი სხვანაირი ბებია გახდები, როგორი სხვანაირი შვილი იქნები, როგორი დამოკიდებულება გექნება მშობელთან, როგორი დამოკიდებულება გექნება შვილთან, როგორი დამოკიდებულება იქნები სამშობლოსთან, ყველაფერთან შენ შეიცვლები ამ ყველაფერში. ანუ შენ ამ ყველა რომ მოდიხარ ამ კვირას ეკლესიაში, შენი შემდეგი კვირა კიდევ უფრო ახალი უნდა იყოს. მე კიდევ უფრო ახალ სიმაღლეზე დაკვირდები.
ყოველდღე უნდა იზრდებოდი, ანუ შენ საკუთარ თავს უნდა იკვლევდე, რომელიც მე შენი საკუთარი თავი ღმერთს დაუახლო და ღმერთს მას შეგაძლებინოთ ყველას და ღვთის კურთხევა, წყალობა, სიკეთე მადლი ღმერთმა არ მოგაქვს. უკვე კვირას უკვე პეტრე პავლობა უკვე დღესწაულია პეტრე პავლობის, შაბათ ჩვენ 5 საათზე ჩავატარებთ ლოცვას და კვირას ისევ 9 საათზე დაიწყება წირვა და 7 საათიანი წირვა ჩატარდება პეტრე პავლობას. მერტვა დააგვწოთ, მერტვა გააგახარო და ღვთის კურთხევა, წყალობა და სიკეთე მადლი ღმერთმა არ მოგაქვს. ძალიან გთხოვთ ყველასო, ეს ბოლო კვირა მაინც გამოიყენეთ სწორად. აი ძალიან გთხოვთ. აი ძალიან გთხოვთ რომ რაღაცა ეს დღესასწაული როცა დადგება ეს პეტრე პავლოს დღესასწაული რომ აი გააზრებულად რომ შემოუერთოთ საკუთარი თავი ამ დღესასწაულს. ყველა ძალიან გთხოვთ. მერტვა დააგვწოთ, მერტვა გააგახაროთ. ამინ.